ყველაზე მომხიბვლელებო, უნიკალურებო, სექსუალურებო, შვენიერებო. მოგესალმებით. რადგან ამ ვიდეოს უსმენთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობებზე, განვიხილავთ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ემოციური მიჯაჭვულობა, ქართველი ქალისა და კაცის კომპლექსები ურთიერთობაში, გავაანალიზებთ რა უშლით ხელს ქალსა და კაცს, რომ ჩამოაყალიბონ ჯანსაღი ურთიერთობა. პირველ რიგში მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს ვიდეო არ არის განკუთვნილი 18 წლამდე მოზარდებისთვის. ამიტომ, მოარიდეთ მოზარდი ვიდეოს მოსმენისას. ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, რაზეც ხმამაღლა იშვიათად თუ საუბრობენ. ეს არის სექსუალობა, სექსუალური ინტელექტი, შენი გარეგნული თუ შინაგანი სილამაზის ჰარმონიული წარმოჩენა და რაც მთავარია. პასუხი გაეცემა კითხვას: რა სურთ მამაკაცებს საწოლში? რატომ უნდა იცოდე ეს? იმიტომ რომ თუ შენ იქნები საწოლში ქალღმერთი შენი საყვარელი კაცისთვის, მაშინ ის შენთვის მზად იქნება შენთვის გმირობებისთვის, ვინაიდან სექსი ურთიერთობის შემკვრელი ძალაა. ამიტომ, გამოიწერე ჩემი არხი, ჩართე შეტყობინებების ხილაკი. მოიწონე ვიდეო, დატოვე კომენტარი იმისათვის, რათა მე კიდე უფრო აქტუალურ, საინტერესო და ტაბუდადებულ თემებს შევეხო მომდევნო სერიებში. ახლა კი დავიწყეთ. მოდით, ჯერ შევეხოთ ბავშვობას. როდესაც გოგონა იბადება, დედამისდამი არის ძალიან ალერსიანი. ეხუტება, გულში იკრავს. ცხადია, ზოგიერთი შედარებით ნაკლებად გამოხატავს სითბოსა და ალერსს, ზოგიერთი ზედმეტადაც. მაგრამ საშუალოდ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ გოგონებს ბევრად უფრო ხშირად ეხუტებიან ვიდრე ბიჭებს. ბიჭების მიმართ უფრო ნაკლებად გამოიხატება სითბო და ფიზიკური შეხება. როგორ შეიძლება აიხსნას ეს? დედა არაცნობიერ დონეზე სექსუალიზაციას უკეთებს ჩახუტებას. ამას თვითონაც კი ვერ აცნობიერებს. და შესაბამისად, ბიჭის მიმართ ნაკლებად გამოხატავს ფიზიკურ სინაზეს თუ სიახლოვეს. ის ხომ ბიჭია, ფიქრობს დედა? კომენტარებში დატოვეთ თქვენ აძლევდით თუ არა საკმარის ფიზიკურ სითბოს შვილს. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია ჯანსაღი ფსიქიკის განვითარებისთვის. თუ ბავშვს ცოტას ეხუტებიან, ცოტას ეფერებიან, ცოტას აძლევენ სხეულებრივ უსაფრთხოებას, მაშინ ჩვენ ხშირად საკმაოდ შფოთიანები ვიზრდებით. მთავარია ბალანსის დაჭერა. ზედმეტი სითბოს გაცემაც არის თავის მხრივ დარღვევა, განსაკუთრებით უცხო ადამიანის მხრიდან თუნდაც იყოს ბავშვის ნათესავი. ამით ფაქტობრივად ხდება ბავშვის ფიზიკური სივრცის და საკუთარი პირადი ზონის შელახვა, რაც დაუშვებელია. სადამდე მიმყავს ეს მსჯელობა? მამაკაცებს ზოგადად ეროგენული ზონები ნაკლები აქვთ, ნაკლებად აქვთ მგრძნობიარე ზონები. იმიტომ რომ ბავშვობაში მათ ნაკლებ ტაქტილურობას აძლევდნენ ვიდრე გოგონებს. გოგონების მიმართ იჩენდნენ უფრო მეტ სინაზეს, მეტ ალერსს, მეტ სითბოს. დედა გოგონას ყველგან კოცნის. ხოლო ბიჭს თითქოს ყველგან ვერ აკოცებ, ასეთი შეგრძნება აქვს დედას. ამიტომ ქალში ფორმირდება ბევრად უფრო მეტი მოთხოვნილება შეხების, მოფერების, სინაზის, რადგან მას თითქმის მთელი სხეული აქვს ეროგენული ზონა. ქალი მზად არის შეეხონ არა მხოლოდ იქ, სადაც მისი ეროგენული ზონებია, არამედ ყველგან, თავზე, თმაზე, თითებზე, წვივებზე, თვალებზე, ყურებზე და ასე შემდეგ. ცხადია, ქალებში მგრძნობელობის დონეებიც განსხვავებულია. და მისი განვითარებაც შეიძლება, მაგრამ არსებითად ქალისთვის საბოლოოდ მთელი სხეული შეიძლება გახდეს ეროგენული ზონა. ბიჭის შემთხვევაში მას უკვე ბავშვობიდან სურთ, რომ მოექცნენ როგორც ნამდვილ კაცს. მეტი სიმკაცრე, მეტი მამაკაცურობა, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი ძალა. და ამასობაში ბიჭს შეიძლება არც კი ეხუტებოდნენ დიდად და სხეულებრივ კონტაქტსაც არ აძლევდნენ. ბიჭს შეიძლება მაშინაც კი არ ეხუტებოდნენ, როცა მას აწყენინეს ან გაბრაზებული ან ცუდხასიათზეა. მაშინ, რა გამოდის კაცი საერთოდ გაუცხოებულია თავისი სხეულისგან? თავისი სხეული არ აძლევს სიამოვნებას. არ სიამოვნებს რომ ეფერები. არ სიამოვნებს რომ გამოხატავს სითბოს. საქმე ის არის, რომ კაცისთვის თავარი სიამოვნების მიღების ორგანო არის სასქესო ორგანო. ამიტომ მამაკაცი ყველაზე მეტად სიამოვნებას იღებს იმისგან თუ როგორ ექცევა ქალი მის სასქესო ორგანოს. დიახ, პირდაპირ მნიშვნელობით, როგორ ექცევა. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში მამაკაცებს უყვართ, როცა ქალი თამაშობს მის სასქესო ორგანოსთან. სხვათა შორის ამ დროს ქალიც იღებს ძალიან დიდ სიამოვნებას. ქალის მხრიდან კაცის სასქესო ორგანოსადმი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოდის. ჯერ კიდევ ბავშვობაში პატარები უკვე სწავლობენ ერთმანეთის სხეულს და ეს არის სრულიად ჯანსაღი. ამ დროს კატეგორიულად აკრძალულია ბავშვს დაუშალო თავისი სხეულის კვლევა, მაგალითად, როცა ეხება თავის სასქესო ორგანოს.
უფროსის თვალში ეს ჩანს სექსუალიზებულ აქტად, სინამდვილეში ბავშვი უბრალოდ გამოხატავს ცნობის მოყვარეობას. როგორც კი ხდება ბავშვის დარცხვენა, იმიტომ რომ იგი დაინტერესებულია თავისი ორგანოთი, მაშინვე ხდება მისი ტრავმირება, რაც დასრულობაში გამოიხატება როგორც სექსუალობასთან დაკავშირებით პრობლემებში. სწორედ აქედან მოდის კომპლექსები, აკრძალვები, ტაბუები. სინამდვილეში ბავშვები ამას არ ასექსუალიზებენ. ისინი უბრალოდ ეცნობიან საკუთარ თავს. სასქესო ორგანო ისეთივე აღმოჩენაა ბავშვისთვის, როგორც ყური, თვალი, ხელი და სხვა. აქვე ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით. გოგონა უყურებს ბიჭის ფალოს და ფიქრობს, რომ ბიჭს აქვს ის, რაც მას არ აქვს. ფროიდი ამბობდა, რომ ეს არის მამაკაცის სასქესო ორგანოს შური, რომელიც ქალში ჩნდება, რაც შემდეგ შეიძლება კომპლექსად გადაიზარდოს. კომპლექსის განვითარების შემთხვევაში, ქალი მოზარდობაში შეიძლება მუდმივად ეჯიბრებოდეს კაცებს და უმტკიცებდეს, რომ მათზე უარესი არ არის. ახშობდეს საკუთარ თავში ქალურობას. ამგვარად, მამაკაცისთვის მისი სასქესო ორგანო ყველაზე მნიშვნელოვანი ეროგენული ზონაა. მამაკაცებს ძალიან მოსწონთ, როცა ქალი შეიძლება არც კი უთმობდეს დროს სხვა ზონებს და მთლიანად კონცენტრირებული იყოს კაცის სასქესო ორგანოზე. და ამაში არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ორალური სექსი. ამაში იგულისხმება ასევე უბრალოდ თამაში. ისმის მთავარი კითხვა, როგორ უნდა აგრძნობინო მამაკაცს, რომ მოგწონს მის სასქესო ორგანოსთან თამაში. უნდა გააკეთო ეს ინტიმურ წუთებში, უნდა გააკეთოს ეს მოულოდნელ დროს, თუ როდის. აქ წამყვანი არის სპონტანურობა. თქვენ შეგიძლიათ მიუახლოვდეთ მოულოდნელად და მას შეეხოთ მაგალითად სამზარეულოში. ან მაგალითად როცა რაიმეს კითხულობს, ან მუშაობს. შეხებისას იგი არათუ აღეგზნება, არამედ ამით იგრძნობს როგორ გიყვართ. დაიმახსოვრე, მამაკაცისთვის მისდამი ფიზიკური სურვილის გამოხატვა და სიყვარული ერთი და იგივეა. რაც უფრო მეტად გამოხატავ, რომ გინდა მასთან სექსი, იგი მით უფრო დარწმუნდება, რომ შენი რჩეულია. რომ გიყვარს იგი. შენ კი მისი ქალღმერთი ხდები. ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრელუდია, მაგრამ კაცისთვის ასეთი მნიშვნელოვანი არ არის. შენ შეგიძლია ზედმეტი შემზადების გარეშე უბრალოდ შეეხო სასქესო ორგანოზე. ამ დროს მისი სასქესო ორგანო მაშინვე სისხლით ივსება და მთელი კონცენტრაცია არის მიმართული სიამოვნების მიღებისკენ. ამ დროს ითიშება მამაკაცის გონება და მთლიანად მომართულია ქალზე. ხშირ შემთხვევაში, როცა მამაკაცმა არ იცის ქალისა და მამაკაცის ფიზიონომია და სექსუალობა, იგი ვერ ხვდება ზედმეტი კოცნის და მოფერების გარეშე, რატომ არ უნდება ქალს მასთან სექსი. შეიძლება ჩათვალოს კიდეც, რომ ქალს არ მოსწონს იგი. ეს კი არის უბრალოდ უცოდინრობა. სინამდვილეში ქალისა და კაცის აღგზნება ხდება სრულიად სხვადასხვანაირად. მან არ იცის, რომ მისგან განსხვავებით ქალის მთლიანი სხეული არის ეროგენული ზონა და არა მარტო სასქესო ორგანოები. ასევე არ იცის, რომ ქალისთვის სექსი იწყება გონებაში. ქალი აღეგზნება გონებით და არა მხოლოდ შეხებით. მამაკაცისთვის კი მხოლოდ შეხებაც კი საკმარისია აღსაგზნებად. რაც შეგეხება შენ როგორც ქალს ზოგჯერ იყავი თამამი და იყავი სექსის ინიციატორი. ვიცი, ქალს სჭირდება სექსისთვის გონებრივი და სხეულებრივი შემზადება, მაგრამ ხანდახან იყავი უფრო სპონტანური და ყოველგვარი შემზადების გარეშე გამოხატე ძლიერი სურვილი შენი კაცის მიმართ. სპონტანური სექსი კაცისთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა. სპონტანურად კაცის სასქესო ორგანოზე შეხებაც კი მას ჭკუიდან გადაიყვანს. რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ქალს სჭირდება კონტექსტი, მოდუნება, კომფორტი, შემზადება. მაგრამ დროდადრო უნდა გახსოვდეთ, რომ კაცისთვის დიდი სიამოვნებაა სრულიად მოულოდნელად დაწყება. რა თქმა უნდა, მაინც საჭიროა წინა თამაში. ორალური ალერსი. იმისათვის, რათა ქალიც აღეგზნოს. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ არ აიძულოს ქალმა საკუთარი თავი და სექსი მისი ფიზიკური მოთხოვნილებაც იყოს და არა მოვალეობა. პრაქტიკაში ნელ-ნელა უფრო გაიხსნებით საკუთარი თავისა და პარტნიორის მიმართ და დაახელოვნებთ პრაქტიკაში მოდუნებასაც, წინასწარ შემზადებასაც და სპონტანურობასაც. თუ პირველივე ჯერზე არ გამოგივიდათ სპონტანური სექსი, თქვენთვის აღმოჩნდა მტკივნეული და არასასიამოვნო. მაშინ უფრო გაზარდეთ შემზადების დრო, მეტი დრო დაუთმეთ ალერსს და თამაშს და არ უნდა გამოგრჩეთ მეორე ფაქტორი, რომელსაც სწორედ ახლა განვიხილავთ. მას ასე გავიგეთ, რომ ინიციატივა და სასქესო ორგანო კაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა გავაგრძელოთ თემა. თუ ახლაც აგრძელებთ მოსმენას, მოიწონეთ ეს ვიდეო, თუ ჯერ არ მოგიწონებიათ, დატოვეთ კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით. რადგან მე მოწონებისა და კომენტარების მიხედვით ხვდები რა არის თქვენთვის ყველაზე აქტუალური საკითხი და შესაბამისად გეგმავ შემდეგი ვიდეოს თემატიკას. მას ასე. შემდეგი საკითხი არის, რამდენად შეგიძლიათ საკუთარ თავს მისცეთ სიამოვნების უფლება. იყავით გულწრფელი.
ხშირად კი არ გსიამოვნებთ რეალურად სექსი, ამის ნაცვლად სიამოვნებას უკეთებთ იმიტაციას. იმისათვის, რომ კაცს თავის სასიამოვნოდ აგრძნობინოთ. ასევე აჩვენოთ, რომ თქვენ სექსში კომპეტენტური ხართ, რო იცით ეს საკითხი. ერთი სიტყვით თქვენ სიამოვნების იმიტაციას აკეთებთ მხოლოდ იმიტომ, რომ კაცზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ახლა კი შეიძლება გეწყინოთ, რასაც გეტყვით, მაგრამ უმჯობესია იცოდეთ სიმართლე. როცა სიამოვნებას იმიტაციას უკეთებთ, ამას კაცი ხვდება. როცა არ ხართ სრულიად თავდავიწყებაში, ამას კაცი ხვდება. როცა არ ტკბებით იმ მომენტით, ამას კაცი ხვდება. ამიტომ, ჩემგან უპირველესი რჩევა იქნება, რომ არ ითამაშოთ. თუ არ გსიამოვნებთ, ესეც თქვით. თუ შემზადება გჭირდებათ, ესეც უნდა თქვათ. თუ გსურთ, რომ კაცი ჯერ მოგეფეროთ და შეგეხოთ, სადაც გინდათ, ესეც უნდა თქვათ. ერთი სიტყვით, საწოლში საჭიროა გულწრფელობა. რადგან საწოლში იმიტაციის ადგილი არ არის. საწოლში არის მხოლოდ ნამდვილი ვნების და ნამდვილი გრძნობის ადგილი. თამაშის ნაცვლად თქვენ უნდა განივითაროთ სექსუალური ინტელექტი. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ სექსს არ აღიქვამთ როგორც თვითდამტკიცების მცდელობას. არც როგორც თვითშეფასების ამაღლების მცდელობას. არც როგორც პარტნიორის შენარჩუნების მცდელობას. რადგან თუ ეს არის ჩვენი მთავარი მოტივი, მაშინ ჩვენ დავიწყებთ ფიქრს, როგორ გამოვიყურებით. როგორ ვასრულებთ ტექნიკას. მიიღო თუ არა სიამოვნება. მოვახდინე თუ არა შთაბეჭდილება. შეესაბამება თუ არა ჩემი სექსუალური წარმოდგენა კაცის მოლოდინებს. შეესაბამება თუ არა ჩვენი წარმოდგენა სექსზე რეალობას. ან შეესაბამება ჩემი მოლოდინები იმას, რასაც კაცი მთავაზობს სექსში. თუ ეს ყველაფერი ერთმანეთს არ შეესაბამება, მაშინ სექსი ხდება ნევროზული მოვლენა, რომელიც მხოლოდ ძალას გვართმევს. როცა სექსი ხდება ნევროზული მოვლენა, იქ შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ, როგორ გავაუმჯობესოთ სექსი პარტნიორთან. როცა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეტჯერ სექსი ნევროზული მოვლენა ხდება, თქვენს წარმოდგენებში ვითარდება გარკვეული დრამატურგია სექსის შესახებ. თქვენ ხდებით იმედგაცრუებული. ბოლოს კი ნელ-ნელა სექსით შეიძლება აღარც იყოთ დაინტერესებული და საბოლოოდ ამოიღოთ სექსი თქვენი ცხოვრებიდან. სექსის ნაცვლად გირჩევნიათ ჩაეფლოთ რუტინაში, თვითგანვითარების უსასრულო პროექტებში და არაფრით არ მიიღოთ სექსით სიამოვნება, რადგან სექსი იმის ნაცვლად, რომ ენერგიას გმატებდეთ. პირიქით, ენერგიას გართმევთ. თქვენს მამაკაცსაც შთაბეჭდილება რჩება, რომ აღარ გიყვართ იგი. რადგან ხვდება, რომ მასთან სექსით იტანჯებით. ის განიცდის. ვერ ხვდება რას აშავებს, რადგან თქვენც არაფერს ეუბნებით. გონია, რომ აღარ გიზიდავთ. გონია, რომ აღარ გიყვართ. ჩვენ ხომ დასაწყისში ვახსენეთ კაცისთვის სხეულებრივი მიზიდულობა და სექსის სურვილი სიყვარულის მტკიცების ტოლფასია. სექსუალური ინტელექტის განვითარება დაგეხმარებათ სექსს უფრო მარტივად შეხედოთ. სექსის იდეალიზაცია მოიხსნათ და მთავარი გახდეს სიამოვნების მიღება. თქვენ გულწრფელად უნდა იღებდეთ სიამოვნებას. სექსუალური ინტელექტის გასავითარებლად დაგეხმარებათ საკუთარი სხეულის შესწავლა. სხეულის მოდუნების პრაქტიკების ინტეგრირება ყოველდღიურობაში. ფსიქოსომატური ვარჯიშების დანერგვა ფიზიკურ აქტივობაში. თქვენი ეროგენული ზონების შესწავლა. საკუთარ თავთან პოზიტიური საუბარი. სარკეში ყურება და საკუთარ თავთან პოზიტიური აფირმაციები. გარდა ამისა, თქვენ უნდა გამოხატოთ თავისუფლად სიამოვნება. ბევრი ქალი გრძნობს სირცხვილს, დანაშაულის გრძნობას და მალავს თავის სიამოვნებას. ძლივს სუნთქავს. არ გამოხატავს სიამოვნებას ხმის სხვადასხვა ინტონაციით. სინამდვილეში კი, როდესაც თქვენ აღვიძებთ საკუთარ თავში სიამოვნებას. როცა მთლიანად მოეშვებით თვითკრიტიკას. იწყებთ ხმით გამოხატვას. ხმით გამოხატვა კი კაცს ჭკუიდან შლის. თქვენი ხმა და მოხშირებული სუნთქვაც კი კაცისთვის იმის მანიშნებელია, რომ სიამოვნებას იღებთ და სიამოვნების ამ თავისუფალი გამოხატულებით მისთვის ხდებით ქალღმერთი. რადგან მას თავი ნამდვილ მეფედ აგრძნობინეთ. რა მნიშვნელობა აქვს, როგორი მკერდი გაქვთ? როგორი თეძოები? თუ საჯდომი? რა განათლება? ან როგორ გაცვიათ? სტრიები გეტყობათ თუ არა? ეს ყველაფერი აზრს კარგავს კაცის თვალში, თუ გამოგდით ის, რომ მას თავი მეფედ აგრძნობინოთ საწოლში. დაიმახსოვრე, კაცისთვის მნიშვნელობა აქვს, როგორ გრძნობს თავს შენს გვერდით და კაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომ ქალი მასთან სიამოვნებას იღებს. მაშინ ის თავს მეფედ რაინდად საწოლის ღმერთად გრძნობს. თქვენ უკვე მისთვის ქალღმერთი ხართ. რა მნიშვნელობა აქვს, რომ არსებობენ ახალგაზრდა მიმზიდველი გოგონები ან ნავარჯიშები ქალები?
კაცმა შეიძლება მათ შეხედოს და აღიგზნოს კიდეც, მაგრამ ისინი მას არ მისცემენ მეფურ შეგრძნებას. ეს იმიტომ ხდება, რომ ხშირად ქალები აუფასურებენ კაცებს. ისინი არ გამოხატავენ ვნებას, ვერც სიამოვნებას. ხშირად სუპერმოდელებიც კი საწოლში ძალიან კომპლექსიანები არიან. ბევრი შიში და დანაშაულის გრძნობა აქვთ. ამიტომ არაცნობიერ დონეზე კაცები ისევ თქვენთან ბრუნდებიან, რადგან თქვენთან თავს მეფედ გრძნობენ. და დღეს ამ ვიდეოს ბოლო საკითხი არის თქვენი სიტყვები. თქვენ უნდა დაიწყოთ სექსზე საუბარი. შეაქეთ ერთმანეთი. მადლობა გადაუხადეთ ერთმანეთს. ისაუბრეთ თქვენ საჭიროებებზე. სექსის შემდეგ გამოხატეთ თქვენი გრძნობები სიტყვებით ან მიმიკით. ერთად წაიკითხეთ წიგნები. განიხილეთ თემები. უყურეთ ჩემს ვიდეოებს ერთად. გაუზიარეთ ცოდნა ერთმანეთს. არ შეინახოთ ეს ცოდნა მხოლოდ თქვენთვის. ესაუბრეთ კაცს. საუბრით, სიტყვებით, მადლიერებით, შექებით თქვენ იცვლებით და თქვენთან ერთად იცვლება თქვენი სექსიც. ის ხდება უფრო გემრიელი, სასარგებლო, ჯანმრთელი, ვნებიანი და აღარ შეგაწუხებთ ის მდგომარეობა, როცა ქალი ხედავს თავის კაცში პასუხისმგებლიან პარტნიორს, რომელსაც ენდობა, მაგრამ აღარ სურს იგი როგორც სექსუალური პარტნიორი. და ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. კაცები ხშირად კონსერვატორები არიან, მაგრამ თუ თქვენ აჩვენებთ თქვენი ცოდნის კარგ შედეგებს და დაიწყებთ მათ გამოყენებას. მერწმუნეთ, კაცები ერთი ხელის მოსმით მოიშორებენ კონსერვატორულ წარმოდგენებს სექსზე სიამოვნების გულისთვის. ამიტომ, ნუ გეშინიათ კაცების. ისინი არც ისეთი ხისტები არიან. და რაც მთავარია, ისინი ძალიან დამყოლი ხდებიან იმ ქალისადმი, რომელიც თავს მეფედ აგრძნობინებს. ეს არის ამ ვიდეოს დასასრული. თუ გაგიჩნდა კითხვები, შეგიძლია გამიზიარო ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში. არ დაგავიწყდეს გამოიწერო Instagram გვერდი. ამ ვიდეოს მოწონებით და არხის გამოწერით კი მე მაძლევ მოტივაციას ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე, კიდევ სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილო და გაგიზიარო ეფექტური მიდგომები და საჭირო ცოდნა. დროებით.